არ ვენდობი ზოგადად ჩვენს სასამართლოს და როცა ადამიანებს ციხეებიდან უშვებენ ხოლმე ეს არ მწყინს მიხარია, მე არ მაქვს საკმარისი მონაცემები შესწავლილი იმისთვის, რომ მაინც და მაინც დავდო დასკვნა, რომ ეს გამოშვებული ადამიანები არიან რაღაცა ქართული ოცნების საქმის გამკეთებელი ხალხი, თუმცა გამომდინარე იქიდან, რომ ყაველაშვილი არის ბიძინეევანიშვილის კადრი, გამომდინარე იმ პრაქტიკიდან, რომ ქართული ოცნება ყველა ინსტიტუტს იყენებს სათავისო და თავის პოლიტიკური მიზნებისთვის, ასევე ამ ყველაფერს თუ დავამატებთ იმას, რომ საკმაოდ მცირე დროში მოხდა ამ გადაწყვეტილების მიღება, გაგვიჩნდება უამრავი შეკითხვა და გაგვიჩნდება უამრავი ეჭვი. ზოგადად გონია, რომ ამ ქვეყანაში ბევრად მეტი ადამიანის ციხეში იმგვარი ქმედებების გამო, რომელიც საერთოდ დანაშაული არ უნდა იყოს, ან რომლის გამოც ადამიანებს ციხეებში არ უნდა უშვებდნენ და თავისუფლებას არ უნდა აღუკვეთავდნენ. ზოგადად არ მგონი ასახსნელი, რომ ამ ქვეყანაში სასამართლო ხელისუფლება მიტაცებულია, ამას გონია, რომ ხალხი ისედაც ხდება, მათ შორის ქართული ოცნების წევრები ხდებიან ამას ისედაც. წარმოიდგინეთ, ავტობუსებმა რომ ეხლა ლაპარაკი დაიწყეს, ის ავტობუსი რომ მივიყვანონ კლანის მოსამართლეს, იმ ავტობუსაც კი ციხეში გაუშვებენ, ამას ბიძინეევანიშვილი თუ ასე გადაწყვეტს. ჩვენ უნდა შევცვალოთ სასამართლო ხელისუფლება, უნდა მოხდეს მისი რეფორმა ისე, რომ კლანი არ ბატონოდეს და პოლიტიკური გავლენა არ იყოს, აგრეთვე უნდა შევცვალოთ საკანონმდებლო ბაზა, ნაფიცაჟთა ინსტიტუტი უნდა გაფართოვდეს, უნდა შეიცვალოს სისხლის სამართლის პოლიტიკა ზოგადად მიდგომა ადამიანებთან და რა თქმა უნდა პირველი და როცა ციხიდან გამოსაშვებ პატიმრებზე ვინ გვახსენდება ხალხი, ეს არის ჩვენი თანამებრძოლები, რომლებიც დღეს არაფრის გამო ხედან ციხეებში მხოლოდ იმის გამო, რომ ხმა მოიგეს და ისეთი რაღაც თქვეს, რაც ბიძინეევანიშვილს და ქართულ ოცნებას არ მოსწონდა. წარმოიდგინეთ, ნაფიცაჟთა სასამართლოს რო გაესამართლებინა გიორგი ახობაძე, ან რო გაასამართლოს, მას ხო ციხეში არ გაუშვებენ, ნიკუშა ხო არ გაუშვებენ ციხეში, არც ზვია ცეცხლაძეს, არც ონის ცეცხლაძეს, ამ დაკავებულ ადამიანებს ციხეებში არ გაუშვებენ 10-დან 9 შემთხვევაში ნაფიცაჟთა თუ ნაფიცაჟულები განიხილავენ ამ საქმეს. ანუ აქედან რა დასკვნა გამოდის? ზოგადად სასამართლო გადაწყვეტილებას არ იღებს ან მოსამართლის სახელით, ან პროკურორის სახელით, ან ბიძინას სახელით ხო არ იღებს. ჩვენი საქართველოს ქართველი ხალხის სახელით იღებს. ანუ ჩვენი სახელით დღეს ციხეებში შედან ადამიანები, რომლებიც ციხეებში არ უნდა ისხდნენ. რაც უნდა გავიაზროთ არის ეს, რომ ჩვენ გვეკისრება პასუხისმგებლობა გასაგებია, რომ პირადად ინდივიდუალურად ჩვენ არ გვინდა ადამიანების ციხეში გაშვება, თუმცა ჩვენ უფლება გადავეცით იმგვარ ადამიანებს, რომლებიც ჩვენს მიერ გადაცემულ უფლებას იყენებენ არაკეთილსინდისიერად და ჩვენი სახელით უდანაშაულ ადამიანებს ციხეებში ეწავენ, ასე რომ ამის გააზრებით უნდა გავაგრძელოთ ჩემი აზრით ცხოვრება.